აბა მზად ხართ მოისმინოთ ჩემგან ყველაზე მძლავრი, ყველაზე შემზარავი და ყველაზე ექსკლუზიური თეორია, რაც ოდესმე მე თქვენთვის წარმიდგენია ანტიქრისტეს ვინაობის შესახებ. მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერის ისტორია. მისი მეშიახური და ანტიქრისტესთან დამაკავშირებელი ყველანაირი რგოლი. ასევე რაც ყველაზე მთავარია, მე თქვენ უნდა განახოთ ვიდეოს დასაწყისში მტკიცებულება, რომ 1990 წელს ბიბი ნეთანიაჰუსთან მიდის რაბი და ეუბნება, რომ მეშიახის მოსვლა უნდა დააჩქაროთ. მოკლედ, მეგობრებო, ისეთ ამბებს მოისმენთ ამ ვიდეოში, რაც ქართულ YouTube-ზე ჯერ თქვენ არ მოგისმენიათ. ასე რომ უნდა დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გამოვყვეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე, რომელიც აღწერა შემითითებული, ასევე გააკეთოთ დონაცია, გამოიწეროთ ჩემი პოდკასტების არხი, ასევე გამოვყვეთ Steam-ზე. და რაც თავარია, კარგად მოკალათდით, რადგან ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ. ქართული ტიტრები აქვს, შეგიძლიათ წაიკითხოთ, ეს არის ისრაელი, ნეთანიაჰუ 1990 წელი, სადაც ის მიდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რაბინთან და რაზე აქვს დიალოგი, მინდა თქვენი ყურებით მოისმინოთ. მე რო არ დამბრალდეს რაღაცები მე. პერსონალურად და პოლიტიკურად. ბოლოს როცა შევხვდით მის მერე ბევრი რამ განვითარდა, რაბინი ეუნება. ბევრი რამ პროგრესირდა ნეთანიაჰუ. ერთადერთი რაც არ შეცვლილა, მოშიახი ისევ არ მოსულა. ამიტომ გააკეთე რამე რომ დააჩქარო მისი მოსვლა. ჩვენ მუშაობთ. როგორ ჩანს ეგ საკმარისი არ არის. რადგან ბევრი საათი გავიდა დღეს უკვე და ის აქ მაინც არ არის. მოკლედ მე მინდა შეგახსენოთ მეგობრებო, რათა ეს ყველა ეს ხშირად უნდა შევახსენო ხა ხალხს, რომ ბევრი ხა ცოტა ტვინ გადატრიალებული არასწორად არ მინდა გაიგოს. ესენი არიან სიონისტი იუდეველები. სიონისტი იუდეველები დღესაც ელოდებიან მესიის მოსვლას. მათ ქრისტე არ მიიღეს, ვერ იცნეს და ელოდებიან, როგორც ქრისტეს სახარებაში ამბობს, მე არ მიცანით, მაგრამ ჩვენს მერე მომავალს თქვენ იცნობ და მას მიიღებთ, რადგან თქვენი მამა არის ეშმაკი. და სწორედ აქ არის საუბარი იმაზე, რასაც ისინი ეს რაბინები და ესენი ელოდებიან, რომ მეშიახმა უნდა დააბრუნოს ეს ძველი სიძლიერე, უნდა აყვავოს, უნდა აღადგინოს მესამე ტაძარი, უნდა გაერთიანოს ეს სახელმწიფოები, ომები უნდა შეაჩეროს და უნდა გამეფთეს, მოკლედ რა, ანუ მთელი ეს ცენტრალიზაცია, რაც უნდა მოხდეს მომავალში, ანუ მეშიახის როლი ასრულებს იუდაურ სარწმუნოებაში ფუნდამენტურ მნიშვნელობას, როსაც ისინი დღეს ელოდებიან. ეს შეგახსენეთ მაინც რომ იცოდეთ. შენ იცი რომ ხასიდი ფრთხილია იმისაც რომ ყველაფერი ბედნიერად აკეთებს. აი ბიბი რა ახალგაზრდა შეხედეთ. ეხლა ჩვენ უნდა განვიხილოთ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეხლა უყურეთ თეორია, რომლის მიხედვითაც აი ჩემგან ხელმარჯვნივ არსებული პიროვნება ჯარედ კუშნერი, ამერიკელ ებრაელი მილიარდელი, სიონისტი, ადამიანმა, რომელმაც 6 მილიარდი ფინანსური მახინაციებით იშოვა საუდის არაბეთში, ადამიანი, რომელსაც მიუძღვის როლი, რომ მან დაუბრუნა ისრაელს იერუსალიმში დედაქალაქი და ეს ამ ადამიანის ხელშეწყობით იყო, ადამიანი, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ამ ღაზის კონფლიქტის თემებში, ადამიანი, რომელიც პირდაპირ მონაწილეობს ისრაელის მმართველობაში, ადამიანი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოხდეს ის პროცესები, რაზედაც რაბინმა ისაუბრა და პლუს ექსკლუზიური ინფორმაცია, რასაც ამ ვიდეოში თქვენ მოისმენთ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს თლად დალაგებული ყველაფერი ისე, როგორც უნდა ქონდეს. აი, მოდი მოვისმინოთ ახლა და თქვენი თვალით მინდა ეს ყველაფერი და ყურით გაიგოთ. Of the attack, the Abraham Accords are more important than ever. ჯარედ კუშნერი დონალდ ტრამპის უკან კუშნერი იყო ადამიანი, ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში 2016-დან 2020-მდე პირველი მრჩეველი, როგორც გითხარით აქამდე, ადამიანი, რომელმაც იერუსალიმს დაუბრუნა ისრაელის დედაქალაქის სტატუსი, ადამიანმა, რომელმაც გააძლიერა ისრაელის თავდაცვა, ადამიანი, რომელმაც შეარიგა საუდის არაბეთი, ემირატები, ყატარი, ბაჰრეინი და ეგენი ისრაელს, ადამიანი, რომელმაც დაალაგა მთელ ახლო აღმოსავლეთში, ნუ ირანისა და სხვადასხვა შიიტური ქვეყნების გარდა სიტუაციების, რომ ისრაელის სასარგებლოდ ყოფილიყო ყველაფერი, ადამიანი, რომელიც პირდაპირ მუშაობს ახლა, რომ სირიაში მთავრობა რო შეიცვალო, რომ იქ გავიდეს ახალი
მილსადენი, რომელთაც იხეირებენ ისევ და ისევ ეს მოკავშირეები და ეს ადამიანი იყო მრჩეველი ტრამპის, ეს მრჩეველები ძალიან ჭყალებში, რა თქმა უნდა, თორე სინამდვილეში მე მჯერა რომ თვითონ მონაწილეობს ეს ადამიანი საკუთარ კუშნერების ოჯახებთან ერთად ტრამპისა და რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ესტაბლიშმენტში, მმართველობაში და შესაბამისად ახლა დღევანდელი მომენტები რაც ახლა ხდება, ხო, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში აკეთებს, ხო, ისრაელის სასარგებლოდ სწორედ გადის ამ ყველაფერი ამაზე. ეხლა მე ამ სურათებს თქვენ განახებთ. რომ გაიგოთ, რასთან გვაქვს საქმე. აგერ ძმაო, აი კუშნერ bets he can have it both ways on Jerusalem move. ეხლა უყურე რაზე აქვს საუბარი. ეს არის 2017 წლის პოსტი, სადაც ბიბი, ტრამპი და ჯარეტი ერთად არიან შეკრეფილები, მსჯელობენ იერუსალიმის გადაწევაზე და ეს ესე ხდება. ნუ იერუსალიმის დედაქალაქად გადაწევასა ძალიან დიდი გამოხმაურება და ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა მსოფლიოში სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ისრაელს არ ქონდა ამის უფლება ბალფურის დეკლარაციით, მაგრამ აი ვინები მონაწილეობენ რეალურად ამერიკის მმართველობაში ფეხებზე არ კიდიათ, ეხლა გაეროს დეკლარაციები, რეზოლუციები და ეგენი. თვითონ ეს ადამიანი მონაწილეობდა, ამის გარდა არიან კიდე სხვა ადამიანები, ეხლა უყურეთ. existed probably in geopolitics, but ეს არის ტრამპის სიძე, ივანკა ტრამპის ქმარია, ხალხო, ივანკა ტრამპის. აი დააკვირდით. the end state has to look something ყველა სურათში, ყველა ვიდეოში, რაც 16-დან 20-მდე, ნუ დღეს ცოტა თამაშგარეშია, ესე პოლიტიკურ სპექტრში არ არის კუშნერი, მაგრამ ის მიღმა, რა თქმა უნდა, მის მიერა ტრამპის ისენი დაფინანსებული წინასაარჩევნო კამპანიები, სხვათა შორის მისი ოჯახის მიერ. like this, and it has to have two elements. Number one, Israel has to have the აქ security. საუბრობს კუშნერი ისრაელის თემებზე რა, რომ მეგობარებთან როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეს, პალესტინა როგორ უნდა იყოს აღქმული, როგორი უნდა იყოს ისრაელის თავდასხმა, ასე შემდგომ რა. and to be able to protect its აგერ ძმაო, აგერ, რავი, ჩემი კიდე რავი, მეტი მე რა განახოთ ეხლა და მე თქვენ ისეთ იმას გიმზადებთ ეხლა, აი როგორ რა ვთქვა, ექსკლუზივს და აი სრულ ფიასკოს, რასაც ქვია, აქ არის გამოსახული, აგერ ნახეთ ამ სურათზე, ჯარედ კუშნერი, ორი რაბი და დონალდ ტრამპი. ეს არის იერუსალიმის გოდების ტაძართან გადაღებული სურათი, რის შემდეგაც ტრამპი მიდის და თავს ადებს ამ კედელს, ნუ გოდების ტაძრის ნანგრევები, მინდა შეგახსენოთ, ეს არის სოლომონის ტაძრის გალავნის ნანგრევები, ებრაელებისთვის ძალიან წმინდა ადგილი. ნუ რაც იუდაური და მეშიახური რწმენის თანახმად, ნუ აქ უნდა გახდეს ის ანტიქრისტე მეფე. და როგორც ეს ჩვეულებრივად ძალიან მარტივად ეხლა უყურეთ რა, რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. აი, ძმაო, ჯარედ კუშნერმა იყიდა მეხუთე ავენიუზე 666 შენობა. ეს ვკითხე ChatGPT-ს, ეს რატო გავაკეთე? ისე რომ მტკიცებულებები ხო გინდა, აი წყარო მოიტანე, ყველანაირი წყაროს ჯერ ყოველთვის უთითებ. ყოველთვის იმიტომ განახებთ ამ ვიდეოებს და ამ პატარა ეკრანზე, იმიტომ აქვს რომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით იხილოთ, თქვენი ყურით მოისმინოთ, რომ მე არ დამბრალდეს რაღაც სხაპრებს ყვებიო და მარტო საკუთარ თავს ელაპარაკებიო. აგერ 666 შენობა, ტრანსჰუმანიზმი, დიახ, ჯარედ კუშნერმა თავისი ოჯახის კომპანია, კუშნერ კომპანია, რომელიც მილიარდები და ამერიკაში ფლობენ რაღაც გიგანტურ რაღაცებს, შეისყიდა მეხუთე ავენიუზე მდებარე 666 ცათამჯენი 2007 წლის იანვარში 1.8 მილიარდ დოლარად. ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი თანხა, რაც კი შენობისთვის ოდესმე გადახდილა. აი ხა უყურეთ რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე. ეს შეიძლება არის 1.8 მილიარდი, ანუ სოფლიო ეკონომიკური კრიზისამდე 1 წლით ადრე გადახდილი ფული. აი რასთან მე მინდა ხა დიაგნოზი დავსვათ, ხა აი რასთან გვაქვს, აი ეს ტრანსჰუმანიზმი რა არის, ხო? ადამიანების ჩიპიზაცია, ამ ბეჭდის მომზადება რეალურად, რისთვის ეს ყველაფერი კეთდება. მე 100% და თქმა უნდა არ ვამტკიცებ, რომ კუშნერი არის ანტიქრისტე. მე ვამბობ, რომ შეიძლება ანტიქრისტის წინამორბედი იყოს. რადგანაც მასზე, ანუ ყველაზე უკეთ, რაც კი თანამედროვე ჩვენი გადმოსახედიდან და ყველა ის თეორიებიდან აღებული, რაც იხსნება, იმიტომ რომ მე პირადად არ გონია, რომ ილონ მასკი ანტიქრისტია. ეს, ანუ ამ იდეისთვის მე არც არასდროს არ ვიბრძოდი, იმიტომ რომ მასკი აბსოლუტურად სხვა ადამიანია, მასკი არც იუდეველია. მასკი არც დანისტომიდან არის. ილო რახან ეხა მდიდარი ადამიანი ეს ავტომატურად არის, ეგრეთ ჯეფ ბეზოსი მდიდარია და საერთოდ დანიშნავს ის ანტიქრისტია. აქ ხალხო გვაქვს საუბარი პირდაპირ რელიგიურ კულტობრივ დატვირთვაზე, ასევე მის გენეტიკაზე და რაც ყველაზე მთავარია მესიანურ და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ პირდაპირ ესტაბლიშმენტში მოქმედებაზე, იმიტომ რომ ამერიკული სიონიზმი სწორედ ეს არის. აბა თქვენ გამო არავინ არ შემოიყვანს ბიორ სპირიტს და არ დაბომბავს რომელიმე ქვეყანას. რავი, აი თვალწინ გილაგიათ. ღმერთი რას ამბობს იცით? ძალიან საინტერესო ბიბლიაში ესეთ რამე წერია, რომ თვალწინ გილაგიათ მტკიცებულებები. თვალწინ. აი ღმერთის არსებობის მტკიცებულება არის ყველაფერი. გახედე მთვარეს, გახედე ვარსკვლავებს, გახედე შენ საყვარელ ადამიანებს, ყველაფერს. ყველაფერი უბრალოდ ადამიანი იბრმავებს თავს და ამ ყველაფერს ვერ ხედავს. აი ძმაო, ამის მტკიცებულება.
to live a better life. You go through the element. It's not just saying let's create a state. It has to be a state that can function and thrive, because if you don't... აი დაბეჭავებული მუსლიმი ლიდერები, საუდიელები, რომლებიც რა ვიცი, აი ესე უდგებიან უკვე ამერიკელებსა და ისრაელს. თქვენ ხედავთ ამ that, then the people will again find ways to blame other people. სხვადასხვა ძალიან ქარიზმატული ლიდერია და ანტიქრისტეს ერთ-ერთი თვისება უნდა ყოფილიყოს, უფრო სწორად უნდა იყოს ქარიზმა, პოლიტიკური манипуляციები, art of deception, ანუ არ უნდა ჩანდეს არსად და გენეტიკა. ეს არის ეს ოთხი მთავარი თვისება, რაც მას უნდა გააჩნდეს და ამას ყველაფერი უჩნდება. People instead of the leadership that's putting it there. They want to return to აქ არის Sky News-ის ჟურნალისტია, მისული ღაზას თემაზე კუშნერთან. Is that okay? Mr. Kushner, good afternoon. I really enjoyed that speech. It's very interesting. Do you stand by the comments to buy Gaza though? იმასთან გახართო თქვენ იმასთან რომ ღაზა უნდა შეისყიდოთო? და ნუ პასუხს ამაზე არ ცემს ახლა. უნებრივია. რატო როგორ ამას ახლა კითხვა არ ჭირდება. One thing that seems to be missing was the sort of ეს არის ტრამპის სიძე, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი განახებთ მაგასაც. The right to return if they want to. Do you ესა ბრიტანელი Sky News-ის ჟურნალისტი, ვისაც ჯანტაბათ უნდა, ესა Deep State-ის მეორე ისა რა ქვია, ჩვეულებრივი მედია საშუალება რა ეხა რა. They have that right? There should be peace. რა უნდა იყოს შვიდობაო. There should be peace and they should get leadership that actually will help them make peace instead of putting them in suffering. But if they want ტანჯის მაგერად უნდა იყოს შვიდობა. ნუ ანუ ანტიქრისტეს ერთ-ერთი მთავარი თვისება ხო ისიც უნდა იყოს, რომ ყალბის სიკეთით უნდა იყოს აღჭურვილი და ამავდროულად დამატებული ამ ყველაფერს ის უნდა манипуლირებდეს მშვიდობის თემით. ესეც არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი. ესეც აქვს წმინდა მამის to return to their homeland and not repeat the Nakba of years gone by. Is that okay in your mind? In President Trump's mind? ანუ საკუთარ იმაზე რა მიწაზე რატო იდევნებიანო რა პალესტინელებზეა საუბარად, ეხებს არ კიდია ხა ამას. Look, I think they need leadership that's not going to attack their neighbors. That's going to give them a better life. But I'm not doing მაგ ჭირდებათ უკეთესი ლიდერებიო, რომლებიც იდეაში ჩვენ არ შემოგვიტევენო რა აქ საუბარია ისრაელზე. Thank you. აი ეს არის მეგობრებო ტრამპი, ჯარეტი. აი დააკვირდით ახლა ეს არის ივანკა ტრამპის ქმარი, მილიარდელი და სხვათა შორის არ მინდა გამორჩეს ივანკა ტრამპი, როდესაც იყო ამის საცოლე, დედამისი ჯარეტის იყო წინააღმდეგი, ის არა იუდებელი არ გახდებაო. მაქამდე ცოლად ვერ მოიყვანა და ივანკა ტრამპი ხდება იუდებელი, ხარ იუდებელი, ტრამპის შვილი არის იუდებელი, ამწუთას ახლა. და გადავიდა ქმნის რელიგიას. რა ვიცი, მეტი რა გითხრათ. ნუ ესეთი ის არის რა ფიგურა, ყავთ სამი შვილი. თითქმის ტრამპს დაყვება ყველგან აბსოლუტურად, ხშირად არ ჩანს კამერებთან სხვათა შორის. ყოველთვის ცდილობს რომ იყოს ძალიან აკადემიური message box-ებით, ესე ვთქვათ, წარმოდგენილი სოციმედიასთან და ყოველთვის არის ძალიან მშვიდი, რომ შეხედო არაფერს ისეც ვერ იფიქრებ, რომ არ ჩაუღრმავდე უფრო ამ ყველაფერს, აგერ ივანკა ტრამპი ძალიან ლამაზია, არანაირი პრობლემა არ მაქვს და ეს არის ცოლ-ქმარი რა. აი ესენი, აი მეგობრებო, ეს ჯარედი განიხილება ანტიქრისტეს, ან მის წინამორბედად. ოთხივე ჩამოთვლილი მისი თვისება, რაც მას უნდა ახასიათებს, ამ წუთას ყველა ჭდება. სიონისტია, მილიარდელია, ამერიკულ პოლიტიკაში აქვს გავლენა და 666 შენობა იყიდა 1.8 მილიარდად მეხუთი ავენიუსა. და კიდევ მრავალი მიზეზი რაც ჩამოთვალა. ავი ეხა ჩვენ ხო საერთოდ ეხა ესია ახსნილი, რომ ვისაც ყური აქვს ის მინოს რას ეუნება სული ეკლესიებს 666 ციფრი გახდება ცნობილი მას შემდგომ, როდესაც ანტიქრისტე გამეფდება. ამჟამად ის არის 42 წლის, რამდენადაც მე ვიცი, ნუ ახალგაზრდა რა თქმა უნდა და როგორც ნაწინასწარმეტყველებია, როდესაც ომები მოხდება პლანეტაზე და მე დარწმუნებული ვარ ესე იქნება და ამის წინაპირობებს აგერ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში, დამლაგებელად და მთავარ ესე ვთქვათ ამ დიდ ინიციატორად მსოფლიო მშვიდობის უნდა გამოჩნდეს პერსონა, რომელსაც ექნება ავტორიტეტი, რომელსაც ექნება ქარიზმა, რომელსაც ექნება განათლება, რომელსაც ექნება გავლენები, რომელსაც ექნება ფული, რომელსაც ექნება ესტაბლიშმენტი, აბსოლუტურად ყველაფერი. ომენი ხო გაქვთ ნახე რაღაც მალაპარაკებთ. ომენი, ვისაც არ გაქვთ ჩაწერეთ, უყურეთ. ომენი სხვადასხვა სერიებია, პირველი ომენი, მეორე ომენი, მესამე ომენი და კარი ანტიქრისტეს ეს განვითარება და ევოლუცია როგორ ხდება ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე სანამ ის გახდება ამ ყველაფრის მეუფე. ანუ თქვენ უნდა მეგობრებო ერთ რამეზე დაფიქრდეთ ძალიან კარგად, რომ რითიც იმოქმედებს ანტიქრისტე,
ეს არის რომ აღიჭურება იესო ქრისტეს ყველა თვისებით, ოღონდ ეს მან კიერად გააკეთებს ამ ყველაფერს. ანუ თქვენი ფიქრობთ ის ძალიან კეთილია, ძალიან საყვარელი, მას მშვიდობა სურს სოფლიოსთვის და ასე შემდგომ და სინამდვილეში საქმეზე რომ მიდგება რა მოხდება, ნუ ამის წარმოდგენა თუ გინდათ, აგერ გადაშალეთ იქით მინდებს გამოცხადების წიგნი და იქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. ანუ დღევანდელი გადმოსახედიდან ჯარედ კუშნერი მე ყველაზე მეტარეალურად მიმაჩნია, მე შეიძლება ვცდებოდე, რა თქმა უნდა, ამაზე 100%-იანი გარანტიები არავის არ აქვს, მაგრამ best explanation, ანუ საუკეთესო ახსნა, ვით შეიძლება ამ ყველა ამ თვისებით შევამკოთ და დავახასიათოთ, არის ჯარედ კუშნერი, რომელიც შეიძლება იყოს ანტიქრისტი, ან ანტიქრისტეს წინამორბედი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება საერთოდ მისი შვილია. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს მეგობრებო, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ქრისტიანებს, ძალიან დიდი ყურადღება მართებს ქრისტიან ებრაელებს ასევე მე მინდა მივმართო, რადგან მათი საწინააღმდეგო საერთოდ არაფერი არ მაქვს. აქ მეგობრებო საუბარი არის სიონისტებზე და მეშიახის მოსვლაზე იუდეველებზე. აქ არანაირი ეთნიკური ნიშნით არ მაქვს რაღაცის მიმართ დაუშვათ რაღაც დაკრინება ან რაიმე მსგავსი. აქ არის კონკრეტულად ის რაც წერია ბიბლიაში, ან ჩემი სიტყვები კი არა, ბიბლიაში რაც წერია, იმას ვციტირებ და იმას ვამბობ და იმის გარშემო ვტრიალებ მე. დაქენა გამომდინარე იყავით ყურადღებით, არ დაკარგოთ ღმერთის რწმენა და ნენელა ყველა კარტი გაიხსნება. ეს არის ამ წუთას ყველაზე რეალური თეორია მასთან დაკავშირებით. რამე მე თუ გამორჩა, რაც ბუნებრივია, ძალიან ბევრ რამეს მე ვერ ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე რომ ამ ადამიანის ბიოგრაფია არის ძალიან გრიფით საიდუმლო და ხო გეუბნებით კამერებთანაც არ ჩანს, დიდად არც არავის არ ენახება და საერთოდ არ ჩანს არცად რა და ამიტომ ძალიან რთულია იმ ადამიანის მიმართ გამოიძიო ინფორმაცია, რომელიც არც კამერებთან ჩანს, არც სოციალებში აქტიურობს, არც ხშირად მაგალითად ინტერნეტ ბლოგერი, ანუ არაფერი არ არის აქტიურად, რო ესე შეხედა, მაგრამ სინამდვილეში ამ ძალიან ლამაზი ღიმილის მიღმა, ირონიული ღიმილის მიღმა შეიძლება ძალიან დიდი ბოროტება იდგეს. ნუ ისტორიაში არაერთი ფიგურა გვახსოვს ესეთი. ყურადღება გვმართებს მეგობრებო, ასე რომ ფრთხილად იყავით და ბევრი რამე გამოიკვლიეთ ჯარედ კუშნერის, ტრამპის სიძის და მომავალი პოტენციური ანტიქრისტეს შესახებ. დროებით და დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი.